გამარჯობა, როგორც გითხარით, აქ ლაივი გამიჩერდა, გამიწყდა, იმიტომ რომ აქ ინტერნეტს უჭირს, რაც უფრო მიუახლოვდი რუსთაველს და სადაც არის დემონსტრაცია, იქ უკვე ჭირს ლაივი, იმედია გესმით. გავიმეორებ, რაც ვთქვი და კიდევ რაღაცებიც უნდა დავუმატო. უბრალოდ და გავიმეორებ, წინა ლაივი ჩამოვხსენი, იმიტომ რომ გაწყდა. მოკლედ, პირველი, რაც მინდა გითხრათ. რამდენიმე დღე რუსთაველზე იყო სიმშვიდე, მშვიდად ვიკრიბებოდით, ხალხი ხვდებოდა ერთმანეთს, ხვდებოდით. ეს არის თავიდან ბოლომდე მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ რამდენიმე დღეა გუშინ და დღეს პოლიციამ უკვე დაიწყო ხელის შეშლა გადაკეტვის. რატომ ხდება ეს? ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად არავის ხელს არ უშლის, სატრანსპორტო გზები ყველაფერი უკვე გადაეწყო და გადალაგდა, რაშია საქმე. წესით და გონივრულად რო ვთქვათ, ამაზე ერთ ამბავსაც მოვყვები, მერე მოგვიანებით ჩემი წარსული გამოცდილებიდან, როდესაც პირველად გადავკეტეთ რუსთაველი გირგვლიანის საქმეზე. ეს არის 2006 წელი. ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით, სანდრო გირგვლიანის მეგობრები, აქტივისტები, მე ვიყავი მაშინ საიას თავმჯდომარე, ეს არის 2006 წელი. ის ხალხი, რომელიც დღეს ნაცებს ასამართლებენ, მაშინ მთავრობაშია, ამაზე ცალკე მოგიყვებით. დღეს რაღაცა კომისია რო შექმნეს ხო პარლამენტში. ეს ხალხი მაშინ მთავრობაში იყო და ზუსტად ისე ასრულებდა დავალებებს საპოლიციოს როგორც ეხლა. ხო და მაშინ გადავკეტეთ რუსთაველი, ძალიან ცოტა ხალხი ვართ, 30 ალბათ ამის კადრები არსებობს და ვიღაცამ თქვა რომ ხა უკვე ღამის 2-3 საათია და დაიწყო საუბარი. ცივა, დავიშალოთ თუ არ დავიშალოთ, თუ დავიშალოთ თუ წავიდეთ ყველა. ხო ისიც ჩემი გამოცდილებაც მაქვს, სოფლიოს სხვადასხვა პოლიციასთანაც ნამუშევარი ვარ და ესეთი ეტაპი ყოველთვის არის, როდესაც ფიქრობს დემონსტრაცია, რომ ეხლა რაკნას გაგრძელდება თუ გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს და ამას ვფიქრობთ შუაღამეა და რა თქმა უნდა არის ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ახალხი არ შემოგვიერთდება და ხო არ მოგვიწევს, რომ აქედან წავიდეთ, რაც არ იქნება კარგი ჩვენი საქმისთვის. და ამ დროს ერთ-ერთმა წერმა წამყვანმა თქვა, რომ არაო, დაგვარბევს. რა თქმა უნდა, ლოგიკური მაშინ დარბევა ამ ხალხის აყრა რუსთაველიდან არ იყო. იმიტომ რომ ცოტანი ვიყავით და იყო უფრო ლოგიკური, რომ დავეტოვებინეთ ქუჩაში, იქნებოდა ქუჩა გადაკეტილი, ან მერე დავიღლებოდით, ან წავიდოდით, ან დილას დაგვეძინებოდა რუსთაველზე და როგორც არის, ეს ხო ძალიან რთული პროცესია. ვინც არ ყოფილა აქ, მას არ ესმის, ჩემო საყვარელო ხალხო და ნუ განსჭით, ძალიან გთხოვთ. მას არ ესმის რა რთულია ასეთი ტიპის აქტივიზმი. ძალიან რთულია, ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. დაღლაზე, გადატვირთულობა, გეწურება ძალები, ნერვებზე ხარ, ძალიან დიდი მსხვერპლი არის, თუნდაც აქ ყოველდღე სიარული და ეს გავითვალისწინოთ. მოკლედ, მაშინაც ადგა და სააკაშვილის პოლიციამ დაგვარბია. ხო და არ იყო ლოგიკური, მაგრამ რაღაცა მიზეზი ჰქონდათ ალბათ, თავიანთი ამოცანა ჰქონდათ მაშინ. რა თქმა უნდა, დღევანდელისგან განსხვავებული. დღეს რა ამოცანაა? შულავერის კომიტეტი. ეს არის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს მართავს, შეგახსენებთ, ხშირად რომ მეკითხებით ხოლმე, რომ აი კრავაიო, რას ნიშნავსო, ვიღაცები არიან და მეკითხებიან. და ეს იმიტომ რომ არ ისწავლება საქართველოს ისტორიას ნორმალურად სკოლებში, საგანმანათლებლო სასწავლებლებში და ამის ინტერესი არ არის და უფრო გაუარესდება ეს ყველაფერი. როგორც კრავაი არის უძველესი ქართული სახელი, ჩემო საყვარელო ხალხო, და ეს იყო თამარ მეფის თანამოაზრე და უძველესი დიპლომატი, ისნის კარვის მომლაპარაკებელი, მთავარი, ისნის კარავზე თამარის მაგივრად. ასე შულავერის კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ბოლშევიკური კომიტეტი, რომელიც შეიქმნა სოფელ შულავერში, აქ არის ახლოს
და რომელმაც დაგეგმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია, დამოუკიდებელი სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. სერგო ურჯუნიკიძე და ფილიპე მახარაძე და ის ხალხი, რომელიც თქვენ იცით, ესენი იყვნენ შულავერის კომიტეტში. ხო და ასე დავარქვათ, მე ვფიქრობ, ხა ამათ ხელისუფლებას ვერ ვეძახით, იმიტომ რომ არჩეულები არ არიან, რეჟიმიც არსებობს ეს სიტყვა, მაგრამ შულავერის კომიტეტი ძალიან კარგი სახელია. ჩემი აზრით, რატომ გაამწვავდა ახლა რუსთაველზე ეს ამბები და რატომ აპირებენ უნდათ რომ დაიკავონ რუსთაველი რაც შეიძლება ჩქარა. ეს არის შულავერის კომიტეტის დავალება, რომ მიულოცონ საბჭოთა საქართველოს გასაბჭოების თარიღი 16 თებერვალი, საქართველოში ოკუპაციის დაწყების თარიღი 16 თებერვალი მიულოცონ მათ უფროს. ეს ამოცანა აქვთ. მადლობა ნინო, დიახ, მაგაზე ვლაპარაკობ ზუსტად. ანუ შულავერის კომიტეტს აქვს ამოცანა, რომ ეხა შეუძლიათ არაფერს არ ვაშავებთ. აქ ვინც დგას, წყნარად, მშვიდობიანი ხალხია, პატრიოტი ხალხია, ლოზუნგები აქვთ, ერთობა, ეს არის ერთობა. რატომ გინდა, რატომ ქმნიან ახლა ამხელა ამბავს რუსთაველის ქუჩიდან? იმიტომ, რომ მათ აქვს დავალება, რომ ამ კვირის ბოლოს დაამთავრდეს ეს პროტესტი ჯარიმებით, დაკავებებით, დაჭერებით. დღეს დააკავეს კიდე პოლიტიკოსები. დღეს დილას სასწაულ ხალხს, ესე იგი ქართველ გამოჩენილ სოფლიოში ცნობილ მომღერალს ნინო ქათამაძეს 5000 ლარი მიუსაჯეს ჯარიმა იმისთვის, რომ 1 წუთი იდგა მოსამართლის სახლის წინ. მართლა ძალიან ესეთი კანონები, რაც მე მიმუშავია ძალიან ბევრ ქვეყანაში, ესეთი კანონები მართლა ძალიან იშვიათია და მართლა დიქტატურის ნიშანი. ამიტომ ეს არის რაც ხდება დღეს რუსთაველზე და ამიტომ ვარ მე დღეს რუსთაველზე ეს მიმაჩნია ჩემ მოვალეობად. მართალია ვარ გაციებული, ხმაზეც მატყობთ, თბილად ჩავიცვი, გავცივდი ქუთაისში, რახან ვიყავი, მთელი დღე მოვიარეთ, იცით რომ გამარჯობა, გაგიმარჯობა. იცით რომ დავიწყე კამპანია თათბირი მხარეებში, აუცილებელია იმ ხალხის აზრი გავიგოთ, ვინც თვითონ ვერ ჩამოდის რუსთაველზე და ვერ ჩამოდის თბილისში. და ასეთი ხალხი ბევრია. ეს ხალხი არის ამ საქმის ერთი წამით არ მეპარება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გულშემატკივარი და ეხლა ამბავს მოგიყვებით, რა ფანტასტიკური რაღაც ვნახე გელათში და დანარჩენს მერე ვიტყვი. ხო და ხალხი ვერ ჩამოდის. რატო ვერ ჩამოდის? იმიტომ რომ გამარჯობა. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას და მის უმეტესობას აქვს არავითარი სოციალური დაცვა არა აქვს და ეს არის ბიძინას მიერ შექმნილი სისტემის ხელწერა. იყო მონა ისე რომ სამსახურიდან ერთი ნაბიჯი ვერ გაადგა დღიური ხელფასის გამო, იმის გამო რომ გაცდენისთვის უნდა გადაიხადო ჯარიმა. ილია გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოკითხვისთვის. ანუ საქართველოში არის ეს მონური შრომა და სოციალურად დაუცველობა, არა ის არის სოციალურად დაუცველი, ვინც იღებს სოციალურად დაუცველის დახმარებას. მოსახლეობის უმეტესობას არავითარი სოციალური დაცვა არა აქვს. კარგავს სამსახურს და ყველანაირ უსაფრთხოებას კარგავ. ამით აყავს დაჭერილი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ბიზინა ივანიშვილს და ეს ჩანს ქუთაისში. ვიყავი ბაზარშიც, ვიყავი მაღაზიებშიც, ვიყავი კარფურშიც, ვიყავი ყველგან ხალხს, პარკებში, ბულვარზე. ძალიან ბევრი პრობლემაა ქუთაისს და სწორედ ამიტომ მისცა ქუთაისმა ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ და მოგცა ხმა ოპოზიციას. ზუსტად ამიტომ. იმიტომაც რომ ქუთაისი არის დაცლილი და ჩემო კარგო ხალხო, ვინც აქ მწერთ, თქვენი ძალიან ბევრი ადამიანები ხართ ქუთაისიდან, ვიცი კარგად და გთხოვთ რომ მომწეროთ ეს პირადში. მაგრამ თავარი კარგი ამბავი, საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ. კარგიც არის და ცუდიც. ეს არის გელათი. გელათში იყო ეს იყო დავითობა.
ფანტასტიკური ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაული და 900 წლის იუბილე. როდესაც შენ ყავს ასეთი მეფე, როდესაც ის ყავს სახელმწიფოს ფუძემდებელი და როდესაც ასეთი თარიღია, როგორ უნდა გადაიხადო ეს თარიღი? იცით რომ არავითარი ზეიმი ქუთაისში არ იყო. შულავერის კომიტეტმა ვერ გაბედა გელათში ასვლა და იქ რაიმე ცერემონიის ჩატარება. ვერ გაბედა. დავითის საფლავსთან არ იყვნენ. იყვნენ სადღაც ძეგლთან ჩქარა მივიდნენ, პატივი მიაგეს, მაგრამ იქ სადაც უნდა ყოფილიყვნენ, რატომ იცით? იმიტომ რომ ძალიან სულ დღეშია გელათი. და მართლა არის განგაში ზარი უნდა შემოუკრათ ამასთან დაკავშირებით და ამავე დროს სარესტავრაციო სამუშაოები გაჩერებულია. არ მიმდინარეობს დღეს. და მინდა გითხრათ რომ თავარი რაც უნდა გავაკეთოთ და რასაც მოგავაკეთებ, როდესაც იქნება, ეს არის სიღრმისეული გამოძიება და იმ ხალხის პასუხისგებაში მიცემა, ვინც თანამდებობრივი გულგრილობით თუ მიზან მიმართულად მიუშვა გელათი იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ის დღეს არის. თუ გელათი და თუ რაღაცნაირად დღეს საიწყოს ოთახნისთვის სამუშაოები, ეს მხოლოდ კერძო პირების დამსახურებაა, ჩოხოსნების და სხვა ადამიანების, რომლებსაც ინდივიდუალურად გული შესტკივათ და შესტკიოდოთ. და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რატომაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს? ეს არის პასუხისგებლობის დასმა. ხა თქვენ წარმოედგინეთ, ვიღაცა რო გამოვლინდეს, რომ დააწვა ნოტრ-დამი მიზან მიმართულად. შემთხვევით კი არა, დაწვა. და მას პასუხისგებაში არ მიცემენ? მას პასუხისგებაში არ მიცემენ მძიმე მუხლით? იმისთვის რაც დააშავა? თან არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა. არანაირად გამოსარიცხი ეს არ არის. მოკლედ, შიგნით არის ხარაჩოები, ის ვიდეოებიც მაქვს. და ამ ეტაპზე გაჩერებულია სარესტავრაციო სამუშაოები, მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი რატომ ამას გავარკვევ. საბოლოო ჯამში ეს არის სერიოზული პოლიტიკური საკითხი. ეს ძეგლი არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. და ასე ჩუმად საკითხები, რომელიც ეხება გელათს, არ უნდა მიმდინარეობდეს. ხალხს გულით კივა იქ ვინც ნახე, გულით კივა. და ბოლოს პატარა შეჯამებას გეტყვით, დღეს გამოვდე მე ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომელშიც მე ვიყავი მოხსენებული როგორც წამყვანი, ასე დავარქვი, წამყვანი პოლიტიკოსი. ეს არის ინდივიდუალური რეიტინგები, რომლებიც ხშირად არ ქვეყნდება. 2022-ში გამოქვეყნდა, მერე ქონდა ფორმულას რეიტინგები არჩევნებამდე და იქ გამოვრჩი მე, სხვათა შორის არ ვიყავი და 2022-ში და მანამდე ვიყავი ყოველთვის ვიყავი ოპოზიციაში პირველი. მოწონებადობით ესე ქვია და ეხა მოწონებადობას ხო არ ვიტყვი, სწორედაც რომ წამყვანი და ეხა ნახეთ რა შეესაქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩემი საშუალება, რომ თქვენ გითხრათ, ჩემო მომხრეებო ხალხო, რომელიც მისმენთ, რომელიც აზიარებს ჩემ ნასაუბრებს, მოგწონთ ჩვენი და ჩემი საქმე. გითხრათ, რომ ეს არის სწორი გზა, ეს არის სწორი მიმართულება, ის რაზეც მე ვსაუბრობ, ის მოწონება, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობაში, ეს ჩემი მოწონება კი არ არის. ეს არის იმის მხარდაჭერა და განმტკიცება, რაზეც მე ვსაუბრობ. რასაც მე ვითხოვ, რა კამპანიაც ჩვენ მქონდა, ხელფასები, უფასო კვება, მინიმალური ხელფასი, უსაფრთხოება. ეხლა ვიყავი ჩასული ქუთაისში, კიდე ცალკე მოგვიყვებით იქ საცურაო აუზზე, ის გაშვებული შესაძლებლობა, რომელშიც არის ჩვენი ქვეყანა. ყველა ეს თემები, ეს არ არის სოციალური თემები, ეს არის პოლიტიკური თემები. ნახეთ, ჩვენთან პოლიტიკაში ამას ეძახიან სოციალურ თემებს. ხელფასის საკითხი კი არა. დიაბეტის, კურნალობის დაფინანსება გაადვილა ამერიკის წინა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და
ამაზე იყო ერთი ამბავი. ეს არის პოლიტიკის საკითხები. უბრალოდ ჩვენ პოლიტიკაში ეს არ ესმით. გადაყოლილები არიან ძირითადად რაღაც ჭორაობებს. და ამიტომ იმისთვის რომ მე თან ახლა კვლევების საკითხი როგორ არის, რომ ყველა პარტია, ვისაც აქვს ფული, თვითონ ატარებს კვლევებს და იქ თვითონ წარმოჩინდება ხოლმე ლიდერად. ეს არის ქართული სენი, ჩემო საყვარელო ხალხო, რომ ვიღაცას რო დაიქირავებ, იმათ უნდათ რომ გასიამოვნონ და მერე გიწერენ მაღალ ნიშნებს. და რახან ესეთი კვლევები, გამარჯობათ. რახან ასეთი კვლევები, რომელიც საჯაროა, იშვიათია. ამიტომ მე ჩავთვალე საჭიროთ, რომ ეს თქვენთვის მეთქვა. ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული, აგერ უკვე წლებია, რომელიც მე მაქვს არჩეული. და ეს არის ზუსტად იმ საკითხებზე საუბარი და იმ საკითხების გადაჭრა, ზე შეთავაზება, რომელიც არის ამ კვლევებში. კი, ერთი და იგივე წერია ყველა კვლევაში, იმიტომ რომ ეს პრობლემები არ გადაჭრილა, არც უფასო კვება შექმნილა, არც სიღარიბე აღმოფხვრილა, არც სამუშაო ადგილები შექმნილა. ერთი და იგივე საკითხებია ყველა კვლევაში და ეს არის ჩემი სამუშაო საკითხები. და როდესაც რახან თქვენ ეს მოგწონთ, რახან კვლევებში ეს ყველაფერი ზევით არის, ესე იგი ეს არის სწორი გზა და მე მინდა რომ თქვენ ეს იცოდეთ. რა თქმა უნდა, ვინც ჩემი მომხრე არ არის, იმას ეს არ მოეწონება, დამცინებს, რაღაცას ფეხს მომდებს, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ ვიქცევით სწორედ. ესე იგი, ქუთაისის ჰაბის ვიდეოს 220,000 ნახვა აქვს. რა არის, ხო? ერთი ვიდეო მივედი ყოფილი პარლამენტის შენობაში, რომელიც ლოპება ქოცების პირობებში. ისევე როგორც ძალიან ბევრი შენობა. რატო აქვს 220,000 ნახვა? იცით, წარმოგიდგენიათ რამდენია? 220,000 ნახვა. იმიტომ რომ ეს არის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ეს არის საკითხები, რომელიც მე უნდა გადავჭრა, როდესაც თქვენ ამის საშუალებას მომცემთ. სულ ეს იყო, წავედი ახლა მე ცოტა ცენტრში, გაციებული ვარ და იმედია რომ დიდათ არ გამეუარესდება ეს ყველაფერი. მაგრად იყავით. ნახვამდის.